გამარჯობა მეგობრებო, ესპანური გასტრონომიის დღესასწაული კიდევ გრძელდება და დღევანდელი ჩვენი ეპიზოდის მთავარი გმირი იქნება ესპანელების სიამაყე. აბა თუ მოხდეთ რა არის. წინა ეპიზოდებს თუ უყურებ, კამპოფრიოს უკვე უნდა იცნობთ და ის რომ ესპანური გასტრონომიის სიმბოლოა, უკვეწესი თიცი. და თუ არ გიყურებია, შეგიძლია გადახვიდე ჩემს თავ გვერდზე, ჯერ გამოიწერო ჩემი არხი და შემდეგ უყურო ყველა ვიდეოს, რომელიც მოგეწონება, გთხოვ რომ დალაიქო. დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი დაეთმობა ხამონ სერანოს. ხამონი თუ გასინჯული გაქვს, უკვე ყველა მიცით თუ რამდენად რთული არის, როცა მაღაზიაში ჩავლი და ხამონს დაინახო მისი გვერდის აუზი. ვერც მეაუვარე გვერდი და დღეს გავაკეთებთ ორ სალატს და ორ მარტივ, ასე ვთქვათ, წასახემსებელს, რომელიც ჯერ ხო ხამონს შეგაყვარებთ და მერე მიხვდები თუ რა გენიალური არის ეს პროდუქტი. მე ვიდრე რომ აღარ დავყრაგოთ, დავიწყოთ პირველი სალატის გაკეთება. თქვენ დაგჭირდებათ. სულგუნის ჩხილები, პესტო, მაღალ პროცენტიანი ნაღები, მოცვი, რა თქმა უნდა, კამპოფრიოს ხამონი და ნესვი. პირველ რიგში გავაკეთოთ სტრაჩატელა. ავიღოთ ყველი ჩხილები და აი ესე დავძენძოთ. ესე დავძენძეთ ჩვენი ყველი, აი ესეთი ძაფები უნდა მივიღოთ ყველის. და შემდეგ ავიღოთ მაღალ პროცენტიანი ნაღები და ჩავასხოთ. ესე კარგად ამოურიოთ და ცოტა დავაჭიროთ, რომ კარგად შევიდეს ნაღები შიგნით ყველში. დაახლოებით 1-10 წუთი დავასვენოთ, რომ კარგად გაიჟღინთოს ჩვენი სულგუნი. ესე ჩვენი სახლში გაკეთებული უმარტივესი სტრაჩატელა. ეხლა შეგვიძლია გადავიდეთ ნესვის დამუშავებაზე. არაფერი განსაკუთრებული დამუშავება არ ჭირდება. მოვაჭრათ ბოლოები და გავთავოთ. ესე გავთავეთ ჩვენი ნესვი. ეხლა რა თქმა უნდა გავჭრათ შუაზე. კურკების ამასლა რა თქმა უნდა ჯობია ხოლმე რომ გავაკეთოთ კოუზით. ეხლა გავაკეთოთ შემდეგი. ეს ნესვი უკვე დამუშავებულია და ეხლა ვიღოთ სათლელი და აი ესე თხელ ნაჭრებად გავთავოთ ნესვი. ესე მივიღეთ ჩვენი ნესვის ძალიან ლამაზი ნაჭრები. ეხლა გადავიდეთ აწყობაზე. ავიღოთ თეფში, ავიღოთ ჩვენი გაკეთებული სტრაჩატელა, ავიღოთ ჩვენი დაჭრილი ნესვი, ავიღოთ ჩვენი ხამონ სერანო, შემდეგ ავიღოთ ჩვენი პესტო, ავიღოთ ცოტა მოცვი და მოვაყაროთ ზემოდან, მომასხოთ ცოტა ზეითონის ზეთი და ბოლოს დავასრულოთ მარილით. ესე ჩვენი ულამაზესი ხამონის და ნესვის სალატი. ვფიქრობ, რომ იდეალური სალატი იქნება, რადგან ამ კერძში ხდება ორი ესპანური გასტრონომიის სიმბოლო. ერთი არის კამპოფრიო და მეორე არის შეუცვლელი და შეუდარებელი ხამონ სერანო. ეხლა ვნახოთ. ნესვის სიტყვა, ხამონის მარილიანობა, სტრაჩატელას სიკრემონე. აი ეგეთი სალატი არის, ცოცხალი, ხალისიანი, თან განსხვავებულია და ვფიქრობ, რომ თქვენს მოსტუმრებს ძალიან სასიამოვნოდ გააკვირვებთ. სანამ მეორე სალატზე გადავალ და სანამ ჯერ კიდევ ნესვის მიდამოებში ვართ, მინდა რომ კიდე ერთი უმარტივესი და შეუცვლელი სნექი გასწავლოთ, რომელსაც შეხვდებით იტალიაშიც მსგავს პროშტოსთან ერთად და ასევე ძალიან პოპულარული არის ესპანეთში. ეს კეთება უმარტივესად, არაფერი გაკეთება არ ჭირდება. ესე უბრალოდ აიღებთ ნესვს, აიღებთ ხამონს და ესე შეგიძლიათ მიირთვათ ან მიართვათ თქვენ სტუმრებს, ასე ვთქვათ, პატარა კანაპეები, რომელიც არის უგემრიელესი. და ზუსტად იგივე წარმატებით შეგიძლიათ გავუკეთოთ ატამს, ლეღუს. ძალიან ბევრ ამას. ეხლა მორჩა ნესვის პარპაში და გადავიდეთ ძალიან გემრიელ მეორე სალატზე, რომელიც კეთდება ატამით. და ამისთვის დაგჭირდებათ. სალატის ფოთოლი, რუკოლაც ძალიან უხდება, რეჰანი, კარამელიზირებული ატამი, დიჟონის მდოგვი, თაფლი, ერთი კბილინი ორი, წითელი ხახვი, ნუში და რა თქმა უნდა ხამონი. რაც შეეხება კარამელიზირებულ ატამს, კარამელიზაციას იმიტომ ვუკეთებთ ატამს, რომ ჩვენ უბრალოდ უფრო წინ წამოწევთ ატმის გემოები და უფრო ასე ვთქვათ ინტენსიური გავხადოთ. და ამისთვის რა გავაკეთე, რომ უბრალოდ დავჭერი, ოდნავ ზეთი დავასხე ტაფაზე და მოვბრაწე. როდესაც ატამი ესე გაყავისფერდება, ანუ კარამელიზაცია უკვე დაწყებულია. ახლა კი გავაკეთოთ უმარტივესი დრესინგი. ავიღოთ დიჟონის დოგვი, ერთი ჩაის კოვზი, ავიღოთ თაფლი, ერთი სუფრის კოვზი, ავიღოთ ერთი კბილინი ორი და ავიღოთ ექსტრა ვირჯინის ზეითუნის ზეთი. და შესხელდება ჩვენი ზეითუნის ზეთი და მიიღებთ აი ესეთ დადასარევი. დავჭერთ წითელი ხახვიც.
ავიღოთ ჩვენ სალათის ფოთოლი და არ დავჭოთ, უბრალოდ დავგლიჯოთ და ისე ჩავყავოთ ჯამში. ავიღოთ ასევე ბაზილიკი, წითელი ხახვი, ვიღოთ ჩვენი დრესინგი, რომელიც მანამდე გავაკეთეთ და დავასხათ და კარგად ამოურიოთ. ახლა გადმოვიღოთ ჩვენი სალათი თეფშზე, ჩვენი კარამელიზირებული ატამი და ასევე დავადოთ ზემოდან ჩვენი ხამონი. და მოვაყაროთ ზემოდან უში. ესეც ჩვენი მეორე ხამონის სალათი. ესეც ერთ-ერთი ისეთი სალათი არის, რომელიც თქვენთან აგარ აგზურამული მეგობრები და კიტრი პამიდორის სალათის მაგერად ამ სალათს რო გააძრობთ. თქვენ მანდ უკვე ვაფშე სხვა ლეველზე ადიხართ რა. ეს სალათია, რომელიც ამ ზაფხულს აუცილებლად გააკეთოთ. ესეც ესე ორი ხამონის სალათი და ერთი ხამონის უგემრიელის და უმარტივესი ხემსი მოვიშორეთ და გავაკეთეთ და ეხლა უკვე ეპიზოდის მიწურულს გასწავლეთ კიდევ ერთ ჩემს ყველაზე საყვარელ ტოსტს, რომელიც კეთდება ხამონით. უბრალოდ უნდა აიღოთ ნიორი, კარგი გახული რო არის, აი ამას ესე ნიორს ესე კარგად გადაусმევთ. აუ როგორ მიყვარს ხელი. ავიღებთ პომიდორს და წავაჭით ბოლოს. პომიდორს ავიღებ და ზევიდან მოვახეხავთ და გამოიყურება აი ესე. და ბოლოს რა თქმა უნდა, ზევიდან დავადებთ ხამონს და სულ ეგ არის. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რამდენად იდეალური და რამდენად გენიალური შეიძლება იყოს ერთი პროდუქტი. ეს საუბარია ხამონზე. კადრს მიღმა დავამთავრებ ამ გენიალურ ტოსტს და თქვენ იმედია რომ მოგეწონათ დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი. იმედია რომ კარგად გაიცანით თუ რა არის ხამონი, ვინც არ იცნობდით და ვინც იცნობდით. კიდევ ერთხელ გადაიმეორეთ თუ რამდენად გენიალური შეიძლება იყოს ხამონი და რამდენად გენიალური კერძები შეგიძლიათ დამზადოთ მისგან, იმიტომ რომ ეს მის საშუალებას გაძლევთ და რამდენად ცოტა ინგრედიენტი გჭირდებათ იმისთვის რომ მიიღოთ გემრიელი რამ ხამონისგან. ხამონზე მე შემიძლია ვილაპარაკოთ ძალიან ბევრი, მაგრამ თავს აღარ მოგაწყენთ, თქვენ კი გამოიწერეთ ჩემი არხი, დაალაიქეთ ვიდეო და ყველა ნიკორას სუპერმარკეტში ჰერი და იყიდეთ კამპოფრიოს ხამონი, რომ ნახოთ რა არის იდეალი. ეხლა კი ბაი